ჩემს ახალგაზრდობაში ძალიან მოდაში იყო აკუტა გავარონესკოს საკითხვა და მას ჰქონდა ძალიან ცნობილი მოთხრობა რაშომონი, რომელიც მოგვითხრობს მე-12 საუკუნეში განვითარებულ ამბავს, სადაც ესე იგი კლავენ სამურაის და მის ცოლს აუპატიურებენ. ამის მომსწრე 9 ადამიანი გადმოსცემს 9 ვერსიას. ამას ქვია რაშომონის ეფექტი. მე უკვე აკირა კუროსავამ გადაიღო ფილმი ამასთან დაკავშირებით, გენიალური ფილმი, სადაც ესე იგი ბოლოს ამ გარდაცვლილი სამურაის სულიც კი სხვა ვერსიას გადმოსცემს. მეგობრებო, ნუ იქნებით რაშომონის მსხვერპლები, რაშომონის ეფექტის მსხვერპლები. ლაივებს უსმინეთ და არ გინდათ ვიღაცის დასკვნების მოსმენა, მაგათი დედაც ჯეკ. და იმისთვის რომ არ იყოთ რაშომონის მსხვერპლები, ჩემო ძვირფასებო, მე ძალიან ხშირად ვდებ Facebook-ზე ცხელ ლაივებს, ცხელ პრესკონფერენციებს მე მაპატიეთის რუსულად არის თარგმნილი, ალბათ ამიტომ არ უყურეთ რომ რუსულის ის პროტესტი გაქვთ, მაგრამ ამერიკიდან ესეთი ფორმით მოდის, რა გავაკეთო, ხა ჯერ ქართულად არ გვითარგმნიან და რა გავაკეთოთ. ამიტომ ძალიან გთხოვთ, არ გინათ ვიღაცა ექსპერტების, Wall Street ჟურნალების, New York Times-ების დასკვნები. ეხლა ხან New York Times-მა ისეთი საშინელი სტატია გამოაქვეყნა, ესენი სულ ანგაჟირებული პრესა არის, ხომ იცით რომ ეს Deep State-ის თქვენი საყვარელი Deep State-ის ხოცებოდა სინამდვილეში ობამა, კამალა, კლინტონ, ბაიდენების ამბავია ეს ამბავი. რომელიც ებრძვის ტრამპს და ფეხებს ვერ მოაჭამენ ტრამპს. მეგობრებო, ტრამპი დედას შინებს. რას აკეთებს ტიპი? ჯერ-ერთი ეს ტარიფები მისი გრძელვადიანი იდეა 40 წლის წინანდელი ამბავია და ეხლა ვიღაცები რომ გამოხტებიან აკაური ექსპერტები, აღარ მინდა ეხლა კუპონისტები და ვიღაცები და აკრიტიკებენ თქვენ ტრაქს მიხედეთ, ტრამპი მიხედავს ამ საკითხს რა ძალიან გთხოვთ რა. და ნუ კითხულობთ New York Times და Wall Street ჟურნალებს. ესენი არიან კამალა ჰარისების და ბაიდენების და ობამება კლინტონების მართლა Deep State-ის ჟურნალია, გაზეთია რა. ნუ კითხულობთ მაგებს. და საერთოდ მეგობრებო, მე როდესაც ვდებ ლაივებს Facebook-ზე, მაპატიეთ რომ რუსულ ენაზე არის თარგმნილი, ამას ამერიკაში თარგმნიან, ხა ქართულად არ გვითარგმნიან, რომ დავდოთ. მხოლოდ უყურეთ ლაივებს, რომ თქვენ თვითონ გამოიტანოთ დასკვნა. ნუ უყურებთ ვიღაცის რეპორტაჟებს და ვიღაცის სტატიებს. კაციშვილი არ უყურებს ლაივებს, რომ ვდებ. რუსეთს ახლა მოგუდავს ჩვენი ტრამპი. იმიტომ რომ ევროპა ვეღარ იყიდის ნავთობს, გაზს, აგერ ინდოეთმაც უარი თქვა, გამოაბრუნა უკან. ჩინეთი ხო ვეღარ იყიდის და გაგუდას და ვინმე თუ გაბედავს და რუსულ პროდუქციას შეიძენს 500%-იანი ტარიფებია დაწესებული და თქვენ, აი თქვენ ევროპის იმედი რო გაქვთ, თქვენი მაკრონის იმედი რო გაქვთ. კი, რაღაცები კი გააკეთა, მაგრამ 1 მარტიდან მაკრონმა რუსეთთან ფრენები აღადგინა, მეგობრებო. ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ უნდა გქონდეს ამერიკის იმედი. ეს იცოდეთ, რომ ამერიკამ მიაწვეს ევროპას. სხვა გზა არ არის და ძალიანაც კარგი. ამიტომაც ჩვენ უნდა შევეცადოთ და ნაკლებად უნდა ვაგინოთ ტრამპს. მეტი რა გავაკეთო ამის დედავატირეთო. ხალხო, რეიგანი 10 წელი ანგრევდა საბჭოთა კავშირს და ეხლა ეს კაცი 50 დღეადი მოსულია მთავრობაში და ეხლა ერთ დღეში გინათ ყველაფერი რომ ამბობთ, აი მე სად არის ისინი დააცადეთ ბატონო. 7 წმარა დააწადეთ და ჩემი ლაივები, იცით, ჩემი ეს ჩარტვები რას ემსახურება, რომ თქვენ არ დაკარგოთ იმედი, არ დაეცეთ სულით და იყოთ საბრძოლო და ოპტიმისტურ განწყობაზე. ეს არის მთავარი. ეს არის მთავარი. რუსეთს გუდავს ყველანაირი მეთოდებით და უკვე დაწყებულია ეს ამბავი, იცით? ამიტომ მე ხშირად დავდებ ხოლმე ლაივებს Facebook-ზე და მოусვინეთ. ნუ იქნებით რაშომონის მსხვერპლები, გთხოვთ. აბა თქვენ იცით. მომავალ აბონამდე. არ გესმით ხო? რატო ვიგიჟებ ესე თავს? რატო გავიძახი ტრამპი? ტრამპს მიუწერია მიშასთვის რუბიოს ხელით. ციხეზე, ბიომედზე, რო შენ კი გამოგიშობთო ციხიდანო, მაგრამაო პრეზიდენტათო, ია უნდა დავნიშნო. აი, მაგიტო ვიტყნავ კარგი სტრაქს.